მოვედი თქვენთან საჯარო გაშლით, როგორ ხართ გოგოებო? უმრავლესობის თხოვნით გაგიკეთებთ საჯარო გაშლას ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. ვიცი რომ ძალიან გიყვართ ყველას ეს კონკრეტული გაშლა და ჩავიხედოთ თქვენი ადამიანის ფიქრებში, გრძნობებში და ვნახოთ რის გაკეთებას აპირებს ეს ადამიანი. მე კი მადლობას გადაგიხდით კიდევ და კიდევ თითოეულ თქვენგანს იმისთვის რომ ხართ ჩემთან, თქვენი აქტიურობისთვის, იცით რომ ეს ბალანსისთვის ნამდვილად საჭიროა, მე კვლავ ველი თქვენს კომენტარებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე როგორ გეხმარებათ ეს ყველაფერი თქვენ და გამოიწერეთ ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, რათა შემდეგი ვიდეოები არ გამოგრჩეთ. აპირეთ კონსულტაციაზე კი შეგიძლიათ WhatsApp-ის მითითებულ ნომერზე მომართოთ. მაშასე, ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება, მაგრამ მანამდე ვნახოთ სიგნიფიკაცია ურთიერთობის. რა ურთიერთობაში ხართ ახლა? თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. ფარული ურთიერთობაა მეგობრებო. აქ შეიძლება ამ ადამიანს ყავდეს ოჯახი და აქ თქვენ იყოთ მესამე პირი და შეიძლება ახლა რაღაცით ხართ უკმაყოფილო, არსებული სიტუაციით ხართ უკმაყოფილო, თითქოს ის ვერ მიიღეთ, რაც თქვენ გსურდათ, შეიძლება რაღაც თუ თქვენ არ ხართ მესამე პირი და აქ სამკუთხედს არ უყურებთ, მაშინ შეიძლება თქვენს ურთიერთობაში რაღაც საიდუმლო იყო, რაც გამჟღავნდა, რაღაც იყო გქონდათ ერთმანეთისგან დაფარული, რის გამოც ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და თქვენ ცოტა სევდიან განწყობაზე ხართ, მაგრამ თუ თქვენ მესამე ხართ და ამ ადამიანს ოჯახი აქვს, თქვენ რაღაცამ არ დაგაკმაყოფილათ ამ ურთიერთობაში, ისე არ წარიმართა როგორც თქვენ გსურდათ და ამიტომ ხართ სევდიანები და აპათიურ განწყობაზე. ვინ არის ეს ადამიანი? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ამ ადამიანს მეგობრებო აქვს ნამდვილად ვალდებულება და დამიდასტურდა რომ შეიძლება ეს ვალდებულება იყოს ოჯახიც, მაგრამ ამავე დროს აქვს ძალიან დიდი სურვილი თქვენთან ყოფნის და ერთგვარად აი ეს ორსკამზე ჯდომა ამ ადამიანისთვის შეიძლება უკვე ტვირთად იქცა, თუმცა ამ ადამიანს სურდა რომ ორივე ურთიერთობაში თავი ლიდერად ეგრძნო და ორივე ურთიერთობისთვის გაერთვა თავი. ეს ადამიანი თითქოს აქ ასე მოდის, რომ იმყოფება დაკანონებულ ურთიერთობაში. მაგრამ თუ ასე არ არის, შეიძლება ამ ადამიანს უბრალოდ ყავს ოჯახი და რაღაც მომენტში ოჯახი არის წინააღმდეგი თქვენი ურთიერთობის. ან ამ ადამიანს აქვს სხვა რაღაც ვალდებულებები, რის გამოც თქვენზე პასუხისმგებლობა ვერ აიღო.
მოდი ვნახოთ ამ ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი ამჟამად თქვენზე? რას ფიქრობს? ეს ადამიანი ახლა გონებით ანალიზებს აი ამ სიტუაციას, რაც რეალურად თქვენს შორის არის. ამ ადამიანისთვის ხართ ძალიან გრძნობიარე, სენსიტიური ქალბატონი და მიაჩნია, რომ ემოციების სხვა ხართ და შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ზედმეტად განიცდით აი ამ ყველაფერს, ზედმეტად ადრამატიზირებთ და უკაცრავად ხლაურისთვის მეგობრებო, უკაცრავად ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ზედმეტად ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ზედმეტად ადრამატიზირებთ აი ამ ყველაფერს. მისი გრძნობები. ფიქრობს, რომ ნაწყენი ხართ მასზე და რაღაც მომენტში ფიქრობს, რომ თქვენ სხვა გზა აირჩიეთ მისგან წასვლის შემდეგ. მისი გრძნობები ახლა და ამჟამად ეს ადამიანი საკმაოდ დეპრესიულ განწყობაზეა. ახლა ეს ადამიანის დეფიციტია გრძნობების, შემოაკლდა თქვენგან ემოციები აშკარად, დანაკლისი აქვს გრძნობებში. შეიძლება ახლა და ამჟამად ეს ადამიანი სასმელშიც კი პოვებდეს შვებას, უკაცრავად გარედან შემოსული ხმაურისთვის მეგობრებო. ამ ადამიანს აქვს აი იმ წარსულის მონატრება გრძნობებში, ახლა აქვს ძალიან დიდი დანაკლისი. ეს ადამიანი განიცდის აი ამ დიდ მონატრებას და ენატრება ის დრო, როდესაც იყავით ერთად კარგად. მისი გრძნობები თქვენს მიმართ. მისთვის ხართ საკმაოდ ცეცხლოვანი ქალბატონი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია აბსოლუტურად. ამ ადამიანის თვალში ხართ ძალიან შემდგარი, ძლევამოსილი ქალბატონი და გარკვეულწილად შეიძლება ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე, რომ თქვენ შეიძლება სხვა ადამიანისკენ იყურებით ახლა და ამჟამად ეჭვიანობს მეგობრებო ეს ადამიანი თქვენზე. მისთვის შეუცვლელი ქალბატონი ხართ. ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიზანი რეალობად აქციოს და გრძნობებში მიუხედავად იმის, რომ ახლა თავის გრძნობების აფიშირებას არ ახდენს ეს ადამიანი, მას ნამდვილად აქვს თქვენს მიმართ გრძნობები და თქვენ მის გულში დიდი ადგილი გიკავიათ. ნახოთ კიდევ მისი გრძნობები მითხარი. ელოდება მეგობრებო, ელოდება შედეგს და რატომ ელოდება, ამისთვის რა გააკეთა არ ვიცი ამ ადამიანმა, მაგრამ რაღაც მომენტში აქვს იმედი, რომ კიდევ ერთხელ შეიძლება სცადოთ ურთიერთობის განახლება ან ახალ ეტაპზე გადასვლა. თუ ერთად ხართ მეგობრებო, მაშინ ახალ ეტაპზე გადასვლა და მისი მოქმედება რა იქნება? მისი მოქმედება, ეს ადამიანი მეგობრებო გრძნობს, რომ უხილავი ჯაჭვით არის თქვენთან დაკავშირებული. აი ამ ადამიანს არ შეუძლია
გაგაქროთ თავისი ფიქრებიდან, გულიდან, გონებიდან ამოგშალოთ და ეს ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით იყოს პაუზაზე, მოიკრიბოს ძალები და შეივსოს აი ძალებით და ენერგიებით რაღაც მომენტში ეს ადამიანი ცდილობს გაიქცეს აი ამ ფიქრებს და ემოციებს თქვენზე და ამჯობინებს პაუზაზე ყოფნას. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში ეს ადამიანი გამოვა პაუზიდან. აი ამ პაუზის შემდეგ მოხდება ამ ადამიანში ტრანსფორმაცია, ისეთი გარდასახვა, გაანალიზებს ყველაფერს და მას მოუნდება დაიწყოს ეს ყველაფერი თავიდან, მსუბუქად, ისევ ის ლამაზი პერიოდი ახსენდება და ისევ სურს, რომ დაიწყოს ეს ყველაფერი თავიდან და რის შედეგადაც დაასტაბილურებს თქვენს ურთიერთობას და გადაიყვანს ახალ საფეხურზე მისი მოქმედება. აღორძინება სურს თქვენი ურთიერთობის მეგობრებო, აი იმ ჩაკეტილი გულიდან, ჩაკეტილი გრძნობებიდან, რომელსაც არ გაჩვენებს, აიძულებენ მაღალი ძალები გამოვიდეს აქედან და მოხდეს აღორძინება, განახლება, გადასხვაფერება აი ამ ყველაფრის, რაც ახლა გაქვთ. იმედია მოგეწონათ გაშლა, მე კი თქვენს კომენტარებს დაველოდები, რამდენად რეზონირდა და რამდენად თქვენი იყო ეს გაშლა. მე კვლავ გეტყვით, მომწერეთ რაზე გსურთ გავაკეთოთ შემდეგი გაშლები, ეს არხი თქვენთვის არის. ამიტომ იაქტიურეთ მეგობრებო, მე დროებით დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, დროებით.